მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ეს არის იმდენ მნიშვნელოვანი საკითხი ჩემთვის, რომ ხაზი მინდა გავუსვრო, ეს საკითხი ცდება პარტიულ პოლიტიკას, თუმცა არის პოლიტიკური თავისი არსით, იმიტომ რომ ეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასპექტს და რა თქმა უნდა ეხება ბავშვთა უფლებებს და ბავშვთა ჯანმრთელობას. ძალიან მარტივად ადამიანურად მინდა ვთქვა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის, როგორც ადამიანებისთვის, როგორც მოქალაქეებისთვის, როგორც ქართველებისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს არ აკლდეთ წამალი. ამ ბავშვებს აუცილებლად უნდა მიეცეთ წამალი. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ დააგვიანა, მაგრამ ისიც რომ ახლა არის ძრა, თუ კი ნამდვილად არის ძრა, ჯერ არ მინდა ნაადრევად შევაფასო რამე, მაგრამ ხედავთ რომ გარკვეული ნიშნებია და რაც თავარია ბატონი წიქარიშვილი და სხვა მშობლები ამბობენ ამას თავად ასე, ეს ჩემთვის რა თქმა უნდა არის მისასალმებელი და მინდა უბრალოდ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ბავშვებს დროულად მიეცეს წამალი. ვიცი რომ ეს არ არის მარტივი პროცესი, ვიცი რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს მთელ რიგ სიძნელეებს, მაგრამ ვიმეორებ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ბავშვები არ იყვნენ უწამლოდ და რა თქმა უნდა პროტესტმა გამოიღო თავისი წვლილი საპატრიარქოს ჩართულობამ, შიო მესამის ჩართულობამაც დარწმუნებული ვარ გარკვეული დადებითი როლი შეიტანა ამ პროცესში და ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ საპატრიარქოს შეუძლია სოციალურ საკითხებში, საზოგადოებრივ საკითხებში იაქტიუროს. ეს არის რაღაც პოლიტიკაში ჩართულობა, ხო, რაც დააგვევდა და რაღაც პრინციპებს. ეს არის საზოგადოებრივ საქმეებში ჩართულობა, დადებითი მაგალითი და რა თქმა უნდა მე მინდა ვნახოს შედეგი ძალიან მარტივად. ეს არ არის პარტიულ პოლიტიკური საკითხი, ეს არის მართლა ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და ადამიანური მნიშვნელობის საკითხი და კიდევ ერთხელ ვითხოვ და ველი რომ ბავშვებს მიეცეთ წამალი. კი ბატონო, გასაგებია. და გრიგოლ, გადავიდეთ უშუალოდ იმ საკითხზე, რაზეც თქვენ გააკეთეთ დღეს განცხადება თქვენს ოფისში, რა სიტყვით პასუხზე, რომელიც მოისმინა დღეს საზოგადოებამ მარკო რუბიოს განცხადებების საპასუხოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან. ფაქტობრივად მან რუბიო ტყუილში დაადანაშაულა, თქვა რომ რაღაცა სკოლის მოსწავლე არ არის საქართველოს, რომ ვინმე რაღაცნაირად ესე იგი მითითებები მისცესო, ბევრი შედარება იყო ამ კუთხით მისი მხრიდან. რა სიტყვით თქვენ როგორ გაიგეთ ჯერ რუბიოს გზავნილი თუ გინდათ ამით დავიწყოთ და შემდეგ კობახიძის პასუხი. ხო, დავიწყებ იმით, რომ რუბიოს გზავნილი არ ყოფილა სიახლე, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ის რომ თავად რუბიომ თქვა ეს არის უფრო სიახლე, თორემ სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს 5 ჯერ გაკეთებული მსგავსი განცხადება, ხო, 3 ჯერ უშუალოდ სახლდებს და 2 ჯერ საელჩოს თბილისში, ზუსტად ამ ჩარჩოს შემცველი განცხადება, ხო? და მე პირადად ამაზე ლაპარაკობ დაახლოებით თვენახევარი თუ 2 თვეა და მეც და ჩემი თანაგუნდელებიც ვამბობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან კონკრეტული შეთავაზება, კონკრეტული ფასი ჩამოკიდებული იმ ნაბიჯებისა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ამ რეჟიმას შეძლოს ურთიერთობების სტაბილიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს არაერთხელ მაგ ნათქვამი თვენახევრის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, ეს არის ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირება, ეს არის ირანზე პოლიტიკის გასწორება, აი მასობრივი მკვლელი რეჟიმის დროშის ფერებში ანძის ანთების და იქ პანაშვიდებზე სირბილის მაგიერ ადეკვატური პოლიტიკური რიტორიკის და ადეკვატური პოლიტიკური პრაქტიკის ჩვენება, ეს არის რა თქმა უნდა ანაკლია და შუა დერეფანი, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი ამერიკელებისთვის და ბუნებრივია ეს არის ისეთი ტიპის გარემოს შექმნა პოლიტიკური თვალსაზრისით, რომელიც ნაცვლად ამ სულის მოხუთვისა ქართული დემოკრატიული და პოლიტიკური ჯგუფებისთვის შექმნის ისეთი ტიპის გარემოს, რომელშიც აი ესეც ცნობილი ციტატა, რომელზეც ბოლო დღენახევარში გამორჩეულად ბევრი საუბარი მოგვიხდა მიზეზთა გამო, რომელიც შექმნის ყველა შანსს იმისა, რომ კონსოლიდირებული ფუნქციონირებადი პოლიტიკური ინსტიტუტები არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, რომელშიც ოპოზიცია შეძლებს სწორ გარემოში, სწორად ჩართულობას. აი ეს არის ამერიკის მთელი პათოსი, ეს პათოსი აღწერენ მეც მათ შორის, როგორც ჩვენ პოლემიკა უფრო ქონდა ამ ბოლო დღენახევარში, უფრო მეტად იმაზე თუ ოპოზიციას რა უთხრეს, თორე ქოცებს რა უთხრეს, ამაზე საპოლემიკო მე არ მქონია არავისთან არაფერი. ზოგიერთ კოლეგამ სხვა პოსტებიც გავცო, რომელშიც თითქოს სხვა მხარეებიც იყო, მაგრამ ის თუ რა უთხრეს რეჟიმს, მინდა ხაზი გაუსვა. ჩემთვის ამაში საპოლემიკო და სადავო არაფერი არ ყოფილა და არც არავის არ ვედავებით, ამიტომ ნუ რა მინუს შევახსებს, მე
იმ ფონზე მithmetes, როდესაც თქვენ ნახევარი ამაზე ვლაპარაკობ და უამრავჯერ მაქვს მახსენები ათობით ეთერში აი ეს ხუთი პირობა, რაც რუბიომ დაუწესა ქართული ოცნების რეჟიმს. ამიტომ ისედაც მე ნუ შემახსენებს, მოდი ვლაპარაკოთ ჩვენ რა გვითხრეს და რა გამოვასწოროთ და რა გავაკეთოთ უფრო ეფექტურად, რომ არჩევა მალე ყავდეს საქართველოს პროამერიკული ხელისუფლება. კი ბატონო, აი თქვენ რა გითხრეს, იმიტომ რომ მე ვნახე მათ შორის თქვენთან მიმართებითაც, ესე ვთქვათ, სოციალურ ქსელებში გამოხმაურებები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, შემდეგ თქვენი პასუხიც ამ საკითხთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას გულისხმობ მაგალითად, რომელმაც აი ბოლოს ეს დაწერა, რომ რიგოლ გეგელიას დამიძახეთ და მასთან ერთად მსგავს პუბლიკას, რომ მაყურებლისთვის ვკითხულობ, ამას დარწმუნებული ვარ თქვენ იცით რას წერს გვარამია. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და მოუკარი თვალი. ბატონო? მოუკარი თვალი, დიახ. კი ბატონო. ნახეთ? დავასრულებ თუ შეიძლება მაყურებელს შეიძლება არ მოუკრავს თვალი და ყური. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას. ვაშინგტონის ძირითადი მოთხოვნები შეერთებულმა შტატებმა თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტაც კაფეოდ დააფიქსირა, გადატვირთვის პირობები მათ შორის და მიუხედავად ისა, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება ამ პროცესს ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებად აფასებს, ვაშინგტონი ოფიციალური თბილისისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს. ვიდეო კომენტარებია პირველ რიგში იმათთვის, ვინც ინგლისური იცის ჩემზე უკეთ. გრიგოლმა, როგორც მისი სტატუსიდან ჩანს, იცის და გაერკვევა იმედია, თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ შემთხვევით მარტო ლელო რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული ზომიერი ბრჭყალებში პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატიაო. ხო, როგორც ჩანს, მართლა საჭიროა ზოგჯერ ლინგვისტური დახმარება. მე არ მინდა ნიკას უპასუხე ძალიან მარტივად პირველივე დღეს. ეს პასუხის პასუხი იყო თუ გამოვეხმაურ, მე არ ვაპირებ ეგ იყო პასუხი მისგან, რომელზეც მე ეპისტოლარულ ჟანრში, ასე თუ ვიტყვით, წერილობით არ მიპასუხია ჯერ ყოველ შემთხვევაში. ნახეთ, ჩემთვის ნიკა გვარამიას კონკრეტულ კერძო შეხედულებებზე და რაღაცა წარმოდგენებზე და მაპატეთ, მაგრამ მოლანდებებზე უფრო მნიშვნელოვანი არის, რა თქვა სინამდვილეში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა. დავიწყოთ რატომ მოლანდებას, ხო? ძალიან მარტივად ვიტყვი, რომ არავით არის საუბარი, არანაირ სების აღდგენაზე არსად არ ყოფილა არც ქართველების მხრიდან, არც ამერიკელების მხრიდან. ვიმეორებ, ერთადერთი პირი, რომელიც ამაზე საუბრობს დღეს, უბრალოდ ორია უკვე, ეს არის გვარამია და ეკით კობახიძე. არავის სხვას ამ საკითხზე, რაც ჩემთვის ცნობილია, ჩემი თანდაცებით არ უსაუბრია ამ თემაზე. ძალიან მარტივია, ხო? ამიტომ ადამიანების მანიპულებას მო შევეშოთ, ხო? რაც არ ყოფილა. მე ზოგადად ყველა კოლეგას ვურჩევდი, რომ წაიკითხონ ძალიან კაფეოდ, შავით თეთრზე საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც წერია ზუსტად რა უთხრეს ქართულ ოცნებას და ამავე დროს წერია აგრეთვე კაფეოდ რა გვითხრეს ჩვენ გვითხრეს ძალიან მარტივად ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური სტაბილურობა. ეს თავის გულისხმობს იმას, რომ ქვეყანას ჰქონდეს გამართული პოლიტიკური სისტემა და ფუნქციონირებადი პოლიტიკური ინსტიტუტები, რომელშიც მონაწილეობის საშუალება აქვს საზოგადოების ფართო ჯგუფებს, მათ შორის იმ ადამიანების წარმომადგენლებს, ვისაც ხალხი მისცემს ხმას, უბრალოდ იმ ადამიანებს, ვისაც ხალხი მისცემს ხმას, ხო? წარმომადგენლობითობის რეპრეზენტაციის პრინციპი იყოს დაცული. ეს იყო თავდაპირველად გვარამიას და ჩემს შორის რაღაც გარკვეული პოლემიკის საგანი და რაც ჩვენ მეორე გამოხმაურებაში ვნახეთ, ეს არასდროს არ ყოფილა, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. ეს მეორე გამოხმაურება რამ განაპირობა, იმიტომ რომ იმაზე თუ რუბიომ რეჟიმს რა მოუწოდა, ვიმეორებ, მე ვსაუბრობ თქვენ ნახევარია. და რატომ შეიძლება ჩათვალო, რომ ჩემთვის სიახლე იყო გუში. ეს მოწოდება, როდესაც თქვენ ნახევარია, ვიმეორებ, მე და ჩემი გუნდიც, ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ არავითარი ნორმალიზება ამერიკასა და ქოცებს შორის არ იქნება, თუ არ შესრულდება ის პირობები, რომელიც ამერიკას აქვს გადაცემული ქართული ოცნების რეჟიმისთვის და მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც ჩამოთვალა ქართულ მედია სივრცეში ეს ხუთი პირობა დაახლოებით 2 თვის წინ. ამიტომ მე ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული რა პირობებია ამასთან დაკავშირებით, თუ რუბიო რას თხოვს ქოცებს, ეს გავაცანი ქართულ საზოგადოებას, როგორც კი ჩემთვის გახდა ცნობილი, არაერთხელ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დიახ, ამაზე ნაკლები
რაც არის ამ პირობებში, რაც არის ახალი არჩევნების სწორი გარემო, დემოკრატიული გარემო, ისევე როგორც თქო უნდა ანაკლია ჩინეთის და ირანის საკითხი, ეკონომიკური დერეფნის და უსაფრთხოების საკითხი, ამ საკითხების გარეშე არაფერი არ შეიცვლება. ყველაფერი სხვა არის ბელეტრისტიკა და მე ვთხოვ ყველა კოლეგას რომ საკითხებს დავამცრობთ, სხვა საკითხებზე ვიც არ ყოფილა განხილული, ეს მოხდა სამწუხაროდ და რეჟიმს მოუწოდებ და ვეტყვი რომ კარგად დაინახონ რა არის სასწორზე და ბოლოს შანსი აქვს ამ რეჟიმს იმისა რომ გარკვეულ სტაბილიზაციას მიაღწიოს. ეხლა გამოიყენებენ არ გამოიყენებენ მათი აჯობებს. კი ბატონო გრიგოლ, აი თქვენ ახსენეთ ჩინეთის და ირანის თემა, ეს სხვათა შორის ჯო ვილსონმაც ახსენა, როდესაც რუბიოს უსვამდა შეკითხვას, დღეს ამაზეც ისაუბრა კობახიძე, მაგრამ თქვენთან დავსვამდი ესეთ კითხვას, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პრობლემა რა არის რეალურად, რაღაცა მათი ესე ვთქვათ, კარგი ურთიერთობა ირანთან და ჩინეთთან თუ ცუდი ურთიერთობა დასავლეთთან, აი რომელი არის ამ ნაწილში პრობლემა? ორივე, ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ორივე პრობლემა არის. ნახეთ, მე ეს შეგვინიშნოს სხვა დროს, ქოცური საგარეო პოლიტიკის დილემა მარტო ის კი არ არის, რომ არასწორ ნაბიჯებს დგამს და ეს არის ცხადია, ხო? ეხლა ირანში ჩახვალ და ჰეზბოლას და ჰამასის ლიდერებს დავუდგები, საიდან სხვა შორის არც ერთი ცოცხალი არ არის. იმ ფოტოზე ერთადერთი ცოცხალი კაცია ირაკლი კობახიძე, ღმერთმა ცოცხალს არაფერს არ ვერჩი, პოლიტიკურად გადაშენდნენ, თორე იცოცხლოს დიდხანს. მაგრამ ერთადერთი კაცია იმ ფოტოზე ცოცხალი, ერთადერთი. და ეს არის კობახიძე, ხო? აი ამ კატეგორიის ხალხში დაждები, ვისი მეშვეობით აღარ არიან ცოცხალი, ამერიკის და ისრაელის. და ამ ამერიკას თხოვენ სტაბილიზაციას. მე კი არ ჩამეტარებია იქ სამხედრო სპეცოპერაციები. ამერიკამ მოაშთო ის ირანელები და ის სვამავენ ენერგიები, ვინც იქ აღარ არიან ცოცხალი იმ ფოტოზე. და ეხლა აი ამ ამერიკას ელაპარაკება ეს კობახიძე, რომელიც იქ იდგა და სიკვდილი ამერიკას ისვოდა და კობახიძე დგას, გაჯგიმული, ხო? და ეხლა ეს კობახიძე იმ ამერიკას ელაპარაკება სტაბილიზაციის. ანუ ეს პრობლემა თავისთავად, მაგრამ ნახეთ და ეს ჩინეთის შემთხვევაში განსაკუთრებით კარგად ჩანს ხოლმე. შეიძლება რომ ნორმალური ხელისუფლების პირობებში ის ნაბიჯები, რაც ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა, არ ყოფილიყო ისე მძაფრად აღქმული, როგორც ამათ შემთხვევაში, ხო? შეიძლება რომ ნორმალური საგარეო მინისტრი შეიძლება წავიდეს ჩინეთში და უნდა წავიდეს კიდევაც არაბულ სახელმწიფოებშიც და არც ის არ არის დიდი პრობლემა, რომ ეცადოს, რომ დივერსიფიკაცია მოახდინოს. დივერსიფიკაცია საგარეო პოლიტიკაში არის კარგი. და ჩვენარი პატარა სახელმწიფოს დივერსიფიკაცია ჭირდება, მაგრამ დივერსიფიკაცია არის ერთი რამ და პარტნიორების ჩანაცვლება, თავარი სტრატეგიული პარტნიორების ჩანაცვლება არის მეორე რამ. და აი რასაც ქოცები ცდილობენ, არის დასავლეთთან ურთიერთობის მოსპობას, დასავლეთის ჩანაცვლებას ჩინეთით, რაც არასდროს არ გამოვა და ვერ გამოვა და ამ ფონზე კიდევ არასდროს ნაბიჯების გადადგმას. თორე ისევ და ისევ დასავლეთთან ყოფილიყვნენ გამართული ადეკვატური კურსის მქონე, ბევრად უფრო ნაკლებად დრამატული იქნებოდა აღქმაც და რეალობაც იმ სხვა ზოგიერთი, არა ყველა, ზოგიერთი ნაბიჯისა, რაც მათ გადადგეს. ახლა ირანში ჩასვლა, ამიტომ მიჯნავ, ირანში ჩასვლა და იგდგომა ყველა ვარიანტში იქნებოდა კატასტროფა, ისეც და ასეც, მაგრამ იგივე დივერსიფიკაცია და იქ მაგალითად რომ ჩინეთში დადიან, მაგალითად რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უფრო მეწე საუბრებიან, ეს აღქმული კი არ იქნებოდა, რომ ამათ მეწე ლაპარაკებიან, იმიტომ რომ იქ ვეღარ დადიან. არა, ეს დამატებითად იქნებოდა აღქმული. და ეხლა ამათ უნდა თუ ლონდონი, პარიზი, ბერლინი და ვაშინგტონი ჩანაცვლდეს, იმით რა ქვია, რაღაცა აშხაბადის კოქტეილი და ეგ არ მოხდება. ამას არც ქართული ხალხი არ იყიდის. არც გეოპოლიტიკურად მდგრადი არ არის. ვერც ჩაანაცვლებთ, ან სულ რომ გინდოდეს, ვერ ჩაანაცვლებთ. საქართველოში ამერიკას და ევროპულ კავშირს არ ყავს და არ ეყოლება ჩამნაცვლებელი ალტერნატიული ვექტორი, ეს მულტივექტორს არასდროს თარგმნია უკუღმართად, როგორც ყველაფერს. ეგ აქ არ იმუშავებს. ეგ არის იმ სწორ ვექტორზე უარის თქმა და სანაცვლოდ არაფრის არ მიღება. აი სახელი უნდა ერქვას, ხო? ქოცური საგარეო პოლიტიკა არის იმის მოსპობა, რაც კარგია და სანაცვლოდ ვერაფრის ვერ მიღება. აი ეს არის მათი მთელი ამ აბდაუბდის ჯამური შეფასება. კი ბატონო, გრიგოლ, როგორ ფიქრობთ, საქართველოსა და აი შეერთებული შტატების ესე ვთქვათ, ბუნდოვან ურთიერთობას გაურკვეველს ჯერ რაღაცა მოლოდინები არსებობს ხომ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, იმიტომ რომ რუბიომ ისიც თქვა, რომ პოზიტიური სიგნალებიც იყო. აქვს რაღაცა, არ ვიცი, ესე ვთქვათ, ლოგიკური გაგრძელება, ან ლოგიკური დასასრული, როდესაც აი გადაწყდება საბოლოო ჯამში, აი ეს ორი ქვეყანა როგორ ურთიერთობს და რა შეიძლება
შეიძლება იყოს ამის ფასი, იმიტომ რომ ალბათ ეხლა კი. წლები ესე ვერ გაგრძელდება, ხომ? ჩვენ თქვენგან რაღაცას ველოდებით, არა, ჩვენ რა თქმა ისეთები უნდა. მიგვიღეთ, როგორებიც ვართ, ბუნებრივია, კი. ყველაფერს აქვს თავისი ვადა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად. პროცესი გაგრძელდება, ეს მე ამერიკული მხარისგან ძალიან კარგად ვიცი. პროცესი გაგრძელდება, პროცესი როგორც ხედავთ არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ აქეთ მხარეს, ქოცურ მხარეს გულისხმობ, ცხადია, არის მხარე, რომელიც რეალურად არ არის მოწადინებული, რომ მართლა გადატვირთოს ურთიერთობები. მათ რომ უნდოდეთ ურთიერთობების გადატვირთვა, მათ შეუძლიათ და შეეძლოთ მთელი რიგი ძალიან კონკრეტული, არც თუ ისე ძნელი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ზაამისოთ. რაც მათ არ გააკეთეს. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მათ არ სურთ სრულყოფილად ურთიერთობების გადატვირთვა და არა მარტო არ სურთ, არ აქვთ უფლება, რომ სრულყოფილად გადატვირთონ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რატომ? იმიტომ ისინი არიან მიერთებული ნარიშკინის საგარეო დაზვერვას და კრემლს, რომელიც მათ აქებს და აეხლახანაც შეაქო. მაგრამ პროცესი გაგრძელდება, რუბიო ნაწილს მიესალმება, მე ვიცი რომ საელჩო ზომავს ზოგადად, ხო? აი ეს ხუთი რაღაცა ჩამოვთვალე, ეს რაღაცა აბსტრაქტული კი არ არის. ამას ზომავს საელჩო. მაგალითად, ანტიამერიკანიზმის დონე გაიზარდა თუ შემცირდა, ამას ზომავს. ანაკლია, რამე გაკეთდა თუ არა, ამას ზომავს და ასე შემდეგ. ამიტომ რაღაცეებში ისინი ხედავენ სურვილს, რაღაცეებში, მაგრამ ძირითად სურათში და აი ფართო, როგორ ვთქვათ, ფართო კონტექსტში რაც არის, რა თქმა უნდა, ვერ ხედავენ, რაც დაინახავენ, არ არის, ხო, ჩვენ ციგეს უყურებთ, ხო? იგივე თვალებით, იგივე რეალობას უყურებთ, რაც არ არის, არ არის. ამიტომ, სანამ ეს პირობები არ არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არანაირი გადატვირთვა არ იქნება. და მთავარი რაც ბიზნესამ წააგო, არის ქართული ხალხის გული და აზრი. ამიტომ არის, რომ ვაშინგტონი გეუბნება, რომ არჩევნები არ გაუშვა ხელიდან. იბრძოლე გამოიყვანეთ ამ თქონამი უმრავლესობა, რეალურად ეს არის მათი პათოსი და მათი სულისკვეთება და სწორადაც, იმიტომ ისინი ხედავენ ხალხი არ არის ივანიშვილის მხარეს, ხალხი არის, რა თქმა უნდა, ამერიკის მხარეს, ევროპის მხარეს, უკეთესი ცხოვრების მხარეს, საკუთარი თავის მხარეს არის ხალხი, იმიტომ ყველა ძალიან კარგად ესმის, რომ ხა ზარქუა წილოსანის რაღაცა კორუმპირებულ წუმპეში ცხოვრებას, ნამდვილად არ უსურვებენ არც საკუთარ თავს და საკუთარ შვილებს. 233,000 ბავშვი რო არის სოციალურ დაუცველი, მაგას არ უსურვებენ, ხო? რა თქმა უნდა, ქვეყანას ყველას ძალიან კარგად ესმის გამოწვევა რაც არის, რომ აი ეს ბოროტმოქმედი რეჟიმი, რომელიც ბანკროტა და დასცა ყველაფერი ქართული, ყველაფერი ეროვნული. და შესაბამისად ქართული ხალხი არის მზად დამდგუნავი უმრავლესობით წალეკოს ეს რეჟიმი, ამისთვის საჭირო ვიბრძოლოთ ახალი არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა მივახციოთ თვისებრივად განსხვავებულ არჩევნებს, რომელიც უკეთეს პირობებში ჩატარდება. და აი ამას უჭერს ვაშინგტონი მხარს. და აი ამაზე იყო ჩემი კომენტარიც და კიდევ ბევრჯერ იქნება, რომ ამერიკა დიახაც ამბობს, რომ იმ მიზანსაც ყველას აერთიანებს, სჭირდება სწორი პოლიტიკური ტაქტიკა და პოლიტიკური სტაბილურობისკენ სვლა და ამ ყველაფრის ფუნქციონირებად პოლიტიკურ ინსტიტუტებში გადათარგმნა.